შეხვედრა ქონდა აქ. მოსული ხალხი. ივანიშვილის მხრიდან მოსული ხალხი. ქართულის ოცნებიდან მოსული ხალხი. და მაგათთვის რო არავის არ დაუძახია, ეს ნუნუა ჯანგირაშვილი მოვიდა, თვითონში მიაყენა შეურაცხყოფა ქიტიას, ჯანგირაშვილს, გოჩა ჯანგირაშვილს, ჯანო ჯანგირაშვილს, თვითონ მიაყენა შეურაცხყოფა. იმათ არავით არის პასუხი არ დაუბრუნებიათ, რატო ვაყენებ შეურაცხყოფასო. და მაგის გამო დღეს ამოსულა პოლიცია და წაუყვანი ეს ხალხი. მილიცია მოვიდა, მილიცია და წაიყვანეს. წაიყვანეს ხალხი რა, იმედი არის კიდევ კითხულობ სად არისო და ის წასულია რა ვის სად არის. გავიდა დილასა და არ მოსულა, ჩამოიდეს მილიციაში. რა მოხდა ესე იგი? რაზე უნდა წაიყვანა? კაციშვილის ხმა გაუცია. გითხათ პოლიციელმა? ხო, აბა, თუ არა ჩამოდით მილიციაში ჩამოიყვანეთ. არ გითხეთ რატო ჩამოვიდესო? ხო, საქმე გვაქვს სალაპარაკო გვაქვს. რა, საქმე დაივერსაიდე. ნუ ამწავებთ მეთქი, არავის არაფერი არ უთქვია, ისევ იმად დააშავეს მეთქი, კაცო, გამომწევად მოიდნენ, ხალხი ჭკვიანად ლაპარაკობდა. რა უნდათ ვერ გავიგავს, ესე როგორ შეიძლება? მოვიდნენ და აი რო ვიღაცა გამოეწვივნათ. კაი ცხოვრება რო იყოსო, ჩემმა ბიჭმა თქვა, მე 10 წელია 12 წელი წასული ვარ, ხო აქ ვიქნებოდიო და მე ის წამოელაპარაკა, ნუნუ რო რატო წახვედიო? რატო გაიქეციო? რატო გაიქეციო? ვირადაგიშო? არავინო ფეხბურთელი ვარო, 10000 მთხოვეს არ ამქონდა ფული და წაველი და იქავ თამაშობდი ფეხბურთს. მე არაფერი და სხვა იმას არაფერი არ უთქვია და მე კიდევ თქვენ არავინ გაკითხებთ, მე საწავალ საწამოვალ, ვისი რა საქმეა უგაცო? მე არც ერთ პარტიას ვეხები, არც მეორე პარტიას ვეხები. ჯანგირაშვილი ვინ არის? ვინ არის და მაგათი ის არის, რა ვიცი, ვინ არის. აბა ეგ არის ამ სოფლის თავკაცი. გამგებელიც ეგ არის, ყველაფერი ეგ არის. გუშინ კრება რომ ზემოთ ჩატარდა, გამოვიდა მოსახლეობა. ხო და მოვიდნენ ნაციონალების ხალხით, სამი კაცი. ხო და მე არ უსმენდნენ, დაიწყეს რაღაც იმათ ლაპარაკი, არ უსმენდნენ. თითიამა თქვა რომ ვინ დაპატიჟაო რომ მოვიდნენო და მოусმინონო თუ მოვიდნენო. მე ერთ-ერთმა ქალმა შეურაცხყოფა მიაყენა, გალანძღა ჩემი მეუღლე და სხვებიც მე და წეღან მოვიდა პატრულის მანქანა. ქიტია შენახა რომ მე ვარო გამოვიდა ჩაისვის მანქანაში. ხო და რო წავიდნენ არაფერი არა თქვეს და დაურეკე მე მაგთიფისიდან იმაზე მობილურზე და დუშეთში ჩამიყვანე და ამომიყვანენ ისევ წინააღმდეგობას ხوار გაუწევდიო და რომელმა ბიჭმა უთხრა რომ ჩაჯექიო მანქანაში მე იმან ქიტიას უკან გადაყოხილ და კარები ჩაკეტა შიგნიდან. ვინ მოვიდნენ იმ კრებას დაუპატიჟებლად? სამი ქალი იყო ნაციონალებისა. დასახელეთ შეიძლება სახელდა გვარი. ჯანგირაშვილი ნუნუ სოფიოთ არის საბუთებში გატარებული. მაგან უთხრა მაგალმა შეურაცხყოფა და ორი ცხები იყო, მაგრამ თქვენ მეუღლეს მიაყენეთ. ჩემ მეუღლეს უთხრეს რომ ისაო საზიზღარო, მაიმუნო ესეთი სიტყვები უთხრა იმოდენა ხალხში დაამცირა. გაჩუნდა მე აი მაგ ჩემ მეუღლემ რო უთხრა რომ ვინ დაპატიჟა ესენი რომ მოვიდნენო და თუ მოვიდნენ მოусმინონო. პატრულის ხალხი ჩასვეს ეს ჩემი ბიჭი წაიყვანეს ეს. რა უთხრეს რაც დაგაკავეთ? არაფერი არ უთხრეს, ჩასვეს და წაიყვანეს. არ თქვენ არ გიკითხეთ, ვისთვის მიყავდათ? ეხლა ეზოში შემოვიდნენ, ჩასვეს და რა ვიცი, ელაპარაკებოდნენ, გამოვიდნენ წუთში მოვიყვანთო, რაღაც მე რამე უთხარი. მე თუ დიქარაფი არ მით ამ სოფელში დაბადებული, ამ სოფელში გაზრდილი, მე არა მაქვს უფლება რომ მე მივიდე და დავესწრო შეხვედრა თუ რაც არის, ეს მე მგონი დაშვებულია, ყველამ უნდა დაესწროს, მონაწილეობა უნდა მიიღოს. არც ამის უფლება გვაქვს რომ ჩვენ რომელიმე პარტიას არ მივიღოთ და შეურაცხყოფა მივაყენოთ, მაგრამ იმ პარტიამაც არ უნდა იკადროს, რომ თუდად მოიხსენიოს მთავრობა თუ თანამშრომლობა თუ რაცა, თუ რამე სათქმელი გაზა რაღაცას პირდები, შეასრულე ის თქვენი დანაპირები და მთავრობის ლანძღვა და შეურაცხყოფა არ შეიძლება. მე ახლა არც ჯანოს დაპატიმრება გამიხარდება და არც იმ ხიტესასი. ვის საფუძველს დააპატიმრეთ? მე არ ვიცი, მე ალბათ ჩემ გალანძღვაზე და ჩვენი იმის შეურაცხყოფის მოყენებაზე და ალბათ მაგიტო. თქვენ იჩივლეთ მე რატომ უნდა მეშივლა რა? დამკითხეს მე არ ვიწყირო არ დამკითხეს, მაგრამ ახლა მე არ მითქვა თქვენ დაიჭირეთ მეთქი. ვინ შეიტანა? საჩივარი ვინ შეიტანა? არა, უბნის რწმუნებული იყო გენაცვალე ჩვენი თანაშემწე, უბნის რწმუნებული თანაშემწე აქაც არის ეს ბიჭი და ამათ რომ ესე დაიძაბა სიტუაცია, გაიგეს და ამოვიდნენ. აბა ვინ იყო? თუ შეიძლება დაგველაპარაკო. ვახო მოვიდეს, ვახო რა იქნა ვახო? ვახო მოდიათ ვახო. რატომ უნდა დავმალო? არ დავმალა მე, იმიტომ რომ მე რო ჩვენმა აი მაგალითად ნაციონალებიდან რომ მე ვიღაცა მომაყენე შეურაცხყოფა რა, უდანაშაულს და არც იმას არ ვაპატიმრე არც ის შემთხვევაში. მოვედი დუშეთის პოლიციაში, ამ შემდეგ რაც ქართული ოცნების შტაბმა შეგვატყობინა ორი ჩვენი ასე ვთქვათ თანამშრომელი.
თუ შეიძლება გარეთ გავწანეთ, ნუ გადამიღებ რა და აგესაუბრებთ ადვოკატი თუ ხართ, არ შეიძლება აქაც. აქამდე არ შეგეძლო რომ გამსაუბრებოდი? ბოდიში მოვითხო რა, გავწანეთ და გამოხდი კამერა და გარეთ. ადამიანს აქვს უფლება რომ თავის საქმიანობა შეასრულოს. გვაჩვენი ნორმატიული აქტი რის გაჩვენეთ, გავწანეთ და აგიხსნით რა. არა, ახსნა არ მინდა გვაჩვენი. რა ახსნა? ჩვენ აქ ვართ იურისტები, თქვენ ხო იურისტები გზანდებით. გავზანდით, გადაღება არ შეიძლება. გადიღე ძალიან გთხოვ რა. ხო, გარეთ ნუ გადაიღებ, გარედან გადაიღებ. გავზანდი გარეთ. აი გადაიღე. ადვოკატი რომელიც თქვენ ხართ ადვოკატი. აი გადაიღე. გაგესაუბრებთ, აბა. თქვენ გავზანდით გარეთ. აი ის სახელდაგვარი ამ ადამიანის დამჭირდება ძალიან ამ ადამიანის სახელდაგვარი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ადამიანები დაკავებული არიან პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, აქტივისტები, წევრები. მას შემდეგ რაც დაახლოებით 6 საათის მერე მე თბილისიდან ჩამოვედი. პოლიციის თანამშრომლები პირველად როდესაც შევედი მინდასტურებდნენ რომ ეს ორი ადამიანი გატარებული იყო ესე ვთქვათ აღრიცხვი ჟურნალში და მართლაც იმყოფებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ხოლო მას შემდეგ რაც მე მივედი დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდა რომ ჯანგული ჯანგირაშვილი მართლაც იქ იმყოფებოდა ხოლო ქრისტეფორე ჯანგირაშვილი ჯერ ესე ვთქვათ არ იყო შეყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორში როდესაც მორიგეს ვკითხე თუ სად იმყოფებოდა ქრისტეფორე ჯანგირაშვილი და დავიწყე ესე ვთქვათ გარკვევა ჩემი დაცვის ყოფი სად იმყოფებოდა მას შეიძლება ითქვას რომ საერთოდ ლაპარაკიც დაავიწყდა უკვე იგი არ მეუბნება თუ რა ჰქვია საერთოდ მას თავის სახელს და გვარს არ ამბობს ვერ გავარკვიე მისი უფროსი სახელი და გვარი პოლიციის უფროსი სახელი და გვარი ვიდრე არ მოგზანდით თქვენ რომ დამეწერა კონკრეტული განცხადება თუ საჩივარი უფროსის სახელზე ანუ რაღაც პარადოქსები ხდება დუშეთის შინაგან საქმეთა სამმართველოში ეხლა შევეცდები რომ შევხვდე ჩემი დაცვის კოშკოპებს მე დავწერე კონკრეტული საჩივარი ბატონი პეტრიაშვილის სახელზე ასევე დავრეკე საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელხაზე და ჩემი ორი საჩივარი ესე ვთქვათ დავაფიქსირე ზეპირად რომელიც რა თქმა უნდა ოქმად ალბათ აისახება და შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს ამას ყოველივეს მე ახლა შევეცდები უკვე შევიდე და ალბათ შევალ კონკრეტულად ჯანგული ჯანგირაშვილთან ხოლო აი ქრისტეფორე ჯანგირაშვილი ნახეთ ახლა თუ რაიმე გვერდითა შესასრულეთ ესე ვთქვათ შეიყვანეს ვიდრე მე ამას დავობდი და საჩივარს წერდი ნუ ნახავ ახლა აღმოჩნდება ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 1 საათის წინ ეს პიროვნება როდესაც მემტკიცებდნენ რომ შენობაში იყო გაურკვეველი იყო თუ სად იმყოფებოდა ქრისტეფორე ჯანგირაშვილი ამ წუთებშიც არ იმყოფება ესე იგი მე ვიმედოვნებდი რომ იგი ყავდათ აყვანილი რაღაც საგამოძიებო მოქმედებებზე და მას შემდეგ რაც მე შემოვიდოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში ფიქრობდი რომ ამ პერიოდში შემოიყვანენ მას თუმცა იგი ამ წუთებამდე არ იმყოფება დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ანუ პიროვნება არ ვიცით სად არის ჩემი დაცვის კოშკოპი ვისაც შევხვდი ჯანგული ჯანგირაშვილი აცხადებს რომ მან როდესაც ესე ვთქვათ ჩვენება ბჭყალებში როდესაც ჩამოართვეს ჩვენება იგი იყო მთვრალ მდგომარეობაში მან რას მოაწერა ხელი არც იცის მან ასევე დაწერა საჩივარი როგორც მთავარი პროკურორის ასევე ბატონი გიორგი ტუღუშის ბატონი გიორგი ბოკერიას როგორც უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარის და ასევე ქალბატონი მანანა კობახიძის სახელზე რომელიც ხვალ უკვე მიეწოდება ადრესატებს და მან დააფიქსირა რომ იგი დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით მხოლოდ იმიტომ რომ იგი არის ქართული ოცნების მხარდამჭერი სხვა მას რაიმე გადასტომა ან კანონდარღვევა არ ჩაუდენია მე მოვითხოვე შუამდგომლობით მიუმართე დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროს ბატონ ირაკლი ვახანიას რომ სამედიცინო შემოწმება ან თუნდაც ექსპერტიზა ჩატარებოდა მას აეღოთ ესე ვთქვათ ანალიზი თრობაზე ამ ადამიანისთვის აღნიშნული შუამდგომლობა ბატონმა ირაკლიმ მას შემდეგ რაც ტელეფონზე ვინმე ლევანს ესაუბრა გადაწყვიტეს საბოლოო ჯამში რომ ეს შუამდგომლობა არ დაეტოვებინათ. ამის შემდეგ მე მიმართე მას მეორე შუამდგომლობით, სადაც აღნიშნე რომ მე მიმართული მქონდა უკვე ერთ შუამდგომლობით, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობაც არ დაიტოვა ბატონმა ირაკლიმ. აი ამ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენ, ამ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. თვითონ ბატონი ირაკლი ეტყობა რომ იგი არ არის პიროვნულად ცუდი ადამიანი, თუმცა მას ყავს ხელმძღვანელობა, რომელიც პირდაპირ
იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ბატონ ქრისტეფორ ჯანგირაშვილზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. აი ამ წუთისთვის არ მაქვს მე ინფორმაცია. ეხლა შევეცდები რომ კიდე გადავამოწმო უკვე შევალ სამართლოში და დავწერე უკვე მეორე განცხადებას. ეხლა ამჟამად ჩემთვის ცნობილი გახდა რომ ქრისტეფორ ჯანგირაშვილი ყოფილა მცხეთის საავადმყოფოში გადაყვანილი, თუმცა აქამდე მე დაახლოებით 3 საათია უკვე აქ ვარ. არ ამხელდნენ, არ ამბობდნენ ეს ადამიანები და საერთოდ რატო გახდა მცხეთაში გადასაყვანი და აუცილებლობა ამისი. შიურები ჩემთვის ცნობია, ამის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ახლა მე რო წავალ აუცილებლად გავივლი მცხეთის საავადმყოფოში და გავიგებ ამ ადამიანების მდგომარეობას. მაგრამ აქვე აღსანიშნავია რომ ადამიანი რატო გადაიყვანეს მცხეთის საავადმყოფოში, როდესაც დუშეთს აქვს საავადმყოფო.